Pirosmani. იგი დიდი ხნის შემდეგ მოვიდა ჩვენთან. დავიწყების შემდეგ, გაღატაკების შემდეგ, შიმშილობის შემდეგ. შემდეგ. ყველაფერი შემდეგ ხდება. აღიარება, დიდება, თანამედროვეთა მოგონება. მოგონება იმათი, ვინც თანამედროვე შემდეგ გახდა. სოფლელი ბიჭისთვის თავში წამორტყმული მოჯილგუნების შემდეგ. ღარიბი მხატვრისთვის სამადლოდ მიწოდებული ჭიქაღვინის შემდეგ. სამი კიტნოდან ბაღში გადაგდებული დახეული ჭილოფის შემდეგ. როცა ისინი თავშესაფარს აძლევდნენ უსახლკარო ადამიანს. აქაური იყო მირზაანელი. აქ დაიბადა, აქ გაიდგა ფესვი. ტოტებიც აქ აიყარა. აქაურ წყალს სვამდა, აქაურ პურსას ჭამდა. თვალებშიც აქაური ცაჩას დგომოდა. Pirosmani. ღვთისა იყო, ანგელოზისა იყო, კაცისა იყო. ეგებ სატანისა. არა, სატანა არ უყვარდა, სწაგდა, ეზიზღებოდა, სიკეთეს წყუროდა. ეშვი წმინდა წყაროსთვის ჰქონდა შეშვერილი. სევდაც წმინდა იცოდა, სიხარულიც. კარგი კაცისას ჯეროდა, ავისა არა. ცალხელში რომ ფუნჯი ეჭირა, მეორეში ქვეყნის ცოდვამადლით შეზავებული საღებავები ეპყარა. ხატავდა, რაც ეხატებოდა, ყველაფერს ხატავდა. შენთვის ხატავდა, ჩემთვის ხატავდა, ყველასთვის ხატავდა. ბაღის შუაგულში ამოსული უცნაური მცენარე იყო, ნაყოფსაც უცნაურს ისხამდა. თუ იგემებდი, გიამებოდა, სულს გაგინათებდა. Pirosmani. სად წავიდა? როდის წავიდა? იქნება არც წასულა. იქნებ ფერებად იქცა და უთვალავ ხატად გარდაქმნილი. მუშამბებს შეელეკა. თბილისში მაინც რამ მოიყვანა. რა უნდოდ, რა გზებითი არა, რა ბილიკებით. იქნებ არც მოსულა. ან იქნებ ხორციელი სულაც არ ყოფილა. იქნებ დრო იყო, დრო, რომელსაც ჩავლა არ ეწერა. დრო მარადი, გაუქრობელი. დრო. Pirosmani. ეს სახელი დრომა მოიოხრა. დროს არ ეხუთება სული, დრო ხრავს და ეს ოხრა ამოსუნთქვა სახკავს. აი მან შვებით ამოისუნთქა Pirosmani. Pirosmani. დროს არ ეხუთება სული. სული ჩვენ გვეხუთება ბედნიერებს, რომ Pirosmanis თანამედროვენი ვართ. მისი მიმდევრები ვართ. კვლევარები ვართ, მისი მაყურებლები და თაყვანისმცემლები. გაღატაკების შემდეგ, შიმშილობის შემდეგ, გარდაცვალების შემდეგ. Pirosmani.
რამდენი მიუსაფარი გაზაფხული, მიუსაფარი ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. მერე კაცად ქცეული დროც დაიღალა. უცხო ჭერს შეეკედლა, უცხო სარდაფში სხვისი კიბის ქვეშ დაიდო ბინა. აგი რა ექნა. ადამიანი იყო და ალბათ სიჩუმე მოენატრა. სიჩუმე სიჩუმე ის არის, როცა შენ სირგული 4 კედელია და კარები არ არის, რომ ვინმე შემოვიდეს. სიჩუმე ის არის, როცა იატაკზე შეგიძლია გულაღმა გაიშხლართო და დაასვენო სხეული, რომელიც ქეთს უხრიდა ყველას, იკიტნებს მეზობებს და დაიხალა. ქეთს უხრიდა სილამაზესაც, მაგრამ არ დაღლილა და მაინც იყოს დაისვენოს. სიჩუმე ის არის, როცა შენ სირგული 4 კედელია და კარები არ არის, რომ ვინმე შემოვიდეს. როცა იატაკზე შეგიძლია გულაღმა გაიშხლართო და ცარიელ ჯიბეებში უკანასკნელი შაორიანი ზებრით დაღლილი მკლავები დაასვენო. ქალაქის ბაღში თავისუფალი მერხის ზებრით დაღლილი თვალები დაასვენო. მკლავები და თვალების საღებავების შეზავება მალევე დავალა მხოლოდ ერთ წართვა მოძრაობისა და ხედვის უნარი. დავაიც იყო დაისვენონ. სიჩუმე ის არის, როცა შენ სირგული 4 კედელია და კარები არ არის, რომ ვინმე შემოვიდეს. როცა 4 კედელში შეგიძლია მიახალო თავი, შეაჯღრიო შიგროდებს, წვენია თუ რაღაცა და ვკითხო შენ თავს, მიგზავნელო კაცო, ნიკო ფიროსმანაშვილო. ვინ ახარ შენ? ირზანელო კაცო, ნიკო ფიროსმანაშვილო. ვინ ახარ შენ? ურძნის მტევანი ვარ. დავიბადე იქ, სადაც მიწისა და მზის გზები შეიყვარნენ. კახეთში ერთ სიტყვით.
ზე მამა, ჩემი და ჩალისფერი მოზვერივით სხივების ოქროს თივას მაჭმევს. მიწა დედა, ჩემი და ნოყიერი წიაღის წვენს მასმევს. მე ყურძენი ვარ. მაშ კაცი ვეღარ გახდი. ვერა. 64 წელიღა გიკლია, მამა ცხონებულო, აქამდე როგორ ვერ გახდი კაცი. რა ვქნა, ვერ გავხდი. შემოგზანდი გრიგოლ, მაგოდანა ბაღვერახის პატრონი კარში, რატო დგეხარ? კაი ბაღები იცის საგარეჯოში. მაშ, მიცანი. გიცან, როგორ ვერ გიცან, შემოდი, პარტივი დამდე. შეკაი კაცო, ახლა მაინც დამსვი. თოხის ტარივით რო დამაყუდი ამ ხის ძირში, მოვკვდი ფეხზე დგომით. დამჯდარი ვერ დამხატე. აშ, მიცანი, ჰა? როგორ ვერ გიცან? ხვები ვერ ამცნობენ. ეგ როგორი დახატულიაო, შენ თავს არა გავხარო. ენი ბაღი ბაღს არა გავსო. აქეთ რომ მოვდიოდი, ვიფიქრე ერთ კალათა ყურძენს მიუტან მეთქი, მაგრამ აბა არა დამეკრიფა. განა შენი დახატული მტევანია. ცანი ნახევარი რო დახატე, მეორე რა გავყავრა, ჩიტებმა დაკენკეს. რა სერჩი ძმაო, ჩემ ბაღს მე დამცინი თუ თავს მასხარად იგდებ. ანეკ სახლისოდენ ალუბლის მარცვლები რაღაა, სად გინახავს ეგეთი ალუბალი? არსად. მე რას ხატავ რო ხატავ? ეგეთ ალუბალში მე მინდა ვიცხოვრო, იმიტომ ხატამ სახლისოდენას კურკას გავასახლებ და თვითონ დავბინავდები. გავიხედავ გარეთ ყველაფერი ვარდისფრად მომეჩვენება, ცაც, დედამიწაც, შენც. მწვანე ხეებიც ვარდისფრად გამოჩნდებიან და ნამდვილი სიმართლის თუ გინდა სწორედ ეგ იქნება, რადგან ალუბალში ვინც საცხობს, იმის თვინ ყველაფერი ვარდისფერია. აქ შენ ალუბალს ვინმე დადგამს ფეხსა და მერე კარგად მეყოლე? შენ უკვე დაადგი ფეხი, აფსუს რა სახლი დამიგრიე? რაღა მაინც და მაინც ჩემი ალუბალი გასჭყლით და შევღომერთობ, ცოტა იქით გაგევლო. შემთხვევით მომივიდა. ალუბალს ყოველთვის შემთხვევით აბიჯებენ, იმას კი აღარ აფიქრობენ, რომ ალუბალთან ერთად შეიძლება კაციც გასჭყლიტო. დაიცა. ილაჯი არა მაქვს, სისულელებს უსმია. 56 წლის კაცი ხარ და რა დროს შენი ალუბალში ცხოვრება? საკუთარი სახლი უნდა გქონდეს. სახლიც ამაქვს, ვერ ახედავ? ეს არის სახლი. სვიზიკების ქვეშ აგძრება სული. თუმცა იქნება გვატყუებ ყველას, ჰა? იქნება ოქრო გაგდა გვიმალავ. ჰა, კრიჟანგი ხარ? ერთ მინდა ოქრო, ისედაც მდიდარი ვარ. ისი პატრონი ხარ მაინც? ყველაფრის. ჩიტი რო დაფრინავს ცაში, ჩემია. ირემი რო დარბის ტყეში, ჩემია. შენი ბაღიც ჩემია. დაიცა, ჩიტი და ირემი ღმერთმა მოგახმაროს. ჩემ ბაღს კი ხელი უშლი. ჩემი ბაღის პატრონი მე ვარ. შენ კი არა ხარ ბაღის პატრონი, ბაღია შენი პატრონი. მე კი შენ მამულში გაზრდილი ხეების თანასწორუფლებიანი მეგობარი ვარ. თუმცა შენ მაგას მაინც ვერ გაიგებ. აქ სიტყვებით შენი სიზარმაც ეგინდა გაამართლა. ზარმაცი არა ვარ, ბევრს ავხატამ. მერე ვისაც ჭირდება შენი ნაჯღავნი? მე თვითონ. აი მეც მადა ვარ. შენი დახატული კაცი კაც რო გავდეს სურათებს გახკიდი მაინც. ხატო არ იცი მოკლედ. შენ რო ხედავ ისე მართლა არ ვიცი. მე ძალიან კარგად ავხედავ. შენ კი ადამიანების მაგიერ ჯოჯოები გამოგდის. უნიჭო ხარ. გულმოსული ვაშლის ხე გულაფსეუბნებოდა, როგორი უშნო ვაშლები გასხია, ეგეთი ვაშლი საერთოდ არ არსებობს. ვაშლის ხე მხოლოდ თავის ნაყოფს იცნობდა, ამიტომ ყველაფერი რაც ვაშლს არ აგავდა, მის გულის წყრომას იწვევდა, შენც ისე მოგდის. შილოსა, სუდათ არის შენი საქმე, ავადაც ყოფილ ხარ. თუმცა ამ ყიამეთში რომელიც ყვათამყოფელი გაძლევდა. აქ არა ბნელა? ისემც რა გითხარი, ფანჯარა სად არის? გაგეჩები ფანჯარა.
კიდე დღისით და ღამით სულ მუდამ მზეა. ის მზე, რა მზე? ეს ხო ჟირაფია. ნუ თუ არასოდეს გინახავს ხის ფოთლებში მზის სხივი ოქროს ლაქებად მიწას რო ეფინება. ამ ჟირაფის კისერს ის ლაქები დავახატე, კისერი გრძელია და ბევრი ლაქა დაეტია. ეს ჟირაფი მინათებს ოთახს, დღისითაც და ღამითაც. კაცო ნიკო, რა დამხატე წითელ პერანგში? ამ პერანგის გადამკიდეს თევზი აღარ მეგარებ? გონდა ჩემი თვალით ვნახე წითელი გეცვა. არა კაცო, საიდან მოიგონე? შენზე უკეთ არ ვიცი რა მეცვა და რა არ მეცვა. რატომ ტყვი ხარ? რა დატყვევ ხალხს? აბა თვითონ დაფიქრდი. მე ბადური კაცი ვარ, წითელს რა ჩამაცმებ? რა ვიცი, გეცვა და ჩემი თვალით ვნახე. შენ ხომ არ გაგიჟდი? წითელი პერანგი რომ მქონოდა კიდეც მაინც არ ჩავიცმევდი. თევზები დამეფრთხო. ორც ერთი მებადური არის აქვს მაგას. წყალში ვდგევარ, ცეცხლი მიგიდიაო, სწორედ ჩემზიანა თქვა. მხატვარი სიმართლეს უნდა ლაპარაკობდეს. შენ რა, ცუდი მხატვარი ხარ. ნიკო! ერთი ეს მითხარი. ამ სურათს სამი თავადის კეიფი, რა დაარქვი? იმიტომ რომ სამნი ხარ, თავადები ხარ და კეიფს აპირებთ. გახურებული ღვინის მაშინ რა დავხადე? ერას უფრა, ერთი დამხჭვალი ტიტილა, ორი პურის ნაჭერი. ერთი ეს მითხარი თავადო. რა ღვინოა მაგ დოგში თქვენ რომ გიჭირა? რა ვიცი გეთაყვა. რამ ჩავიხედო. შენე ნიკო, რატომ მოგვატყვიეთ სარიელი დოქი დაგიხატავს? სუფლა ვეღარ გაშალე შე დალოცულო თუ საჭმელების ხატვა არიცი? ვიცი. აი, საჭმელებს ცალკე ხატავ, ადამიანებს ცალკე. სტუმარი არ ეყარებია და ეგა. სად გინახავს ქართველი კაცის ოჯახში სტუმარს საჭმელს უმალავს? ой, რაცო. და ამას ყველაფერი ქონია, ხველი, ღვინო. როში კაცო. არა ცხონია ნიკო. ეგ არის შენი ქართველი. ეგ არის გენი ქართველი. ეგ არის გამაგები. ეგ ნატურმორტია, მან და ადამიანის დახატვა არ შეიძლება, ყველა მხატვარი ეგრე ხატავ. გესმის რა არის მხატვრობა? ხატობა ის არის, რას გაჩვენდი? როცა კაცი ქუჩაში მიდის და უცებ თითქო თვალებში დანა ატაკეს. ყაჩაღები დახსნენ. მზის ხიმა მოშრა თვალი. ქალის სილამაზე დააბრმავა. პატარა გოგონა დაენახა წითელი ბუშტი თხევში და უცებ ყველაფერი გადასხვა ფერდამწვანე ფოთოლი უფრო გამწვან და ოქროსფერი მზე უფრო აელვარდა, ყურძენი უფრო გამჭვირვალე გახდა და თითოეულ მარცვალში შიგნით თითქო თაფლის სანთელი და ანთო ვიღაცა. შენ ეს მითხარი მხატვარი რა კაცია? ხატვარი ის კაცია, რომელიც ეტლში ზის და ამ დროს ცხენები დაფრთხნენ და ეტლი გაიტაცეს. ეგ უბედური შემთხვევა. ხატვარიც ეგ არის უბედური შემთხვევა. ბედნიერი შემთხვევა თუ ამაში მხატვარი არ იქნება, მაშინ თავადი იქნება.
რატომ ეკითხები მაგას? აბა რა არის ეს როგორ დამხატე? განაასე ხატავენ საყვარელ ქალს. მაშინ რატომ არ დამხატე, როცა ფრანგი მსახიობი ქალი მარგარიტა მთელ ქვეყანას გერჩივნა და მისთვის ჭკუას აკარგავდი. არ მეცალა. დუქანს დავყიდით. რა დუქანს, ნიკო? პატარა სავაჭრო მქონდა გახსნილი რძისა. მე რა, გაკოტრდი? რატო უნდა გავკოტრებულიყავი ბანკში კრედიტი მქონდა გახსნილი კაცი-კაცითარი ძლიერი ვარ გაგიგონია ანდაზე. მაშ, რად გაყიდე დუქანი? შენ დაგინახე და იმიტომ ვარდები ვიყიდე იმ ფულით. სამიურემი ვარდი სასტუმროში მოგაყარე აღარ გახსოვს? დაგინახე თუ არა შენი დაძახება მომიდა, მაგრამ ხმაჩა მიწოდა. პირში ენა ვეღარ მოვაბრუნე. ვიფიქრე ამ ანგელოს ადამიანური ენით მაინც ვერაფერს გავაგებინებ მეთქი და ვარდები მოგიგზავნე შუამავლად. მეგონა ვარდების ენას გაიგებდი. ვერ გავიგე, ნიკო. მე ხომ მსახიობი ვარ. ყვავილების მეტი აბა რა მინახავს. მაგრამ შენი ვარდების ხმა ვერ გავიგონი. ალბათ ტაშმა დამაყრუა და იმიტომ. შენ ხომ ტაშს მიკრავდი. გახსოვს, ნიკო? მე შენ თვით ტაში არ დამიკრავს. ტაშის დაკვრა საშინელებაა. ხელი ხელს ურტყამს. რისთვის რა დაუშავა ერთმა ხელმა მეორეს? რისთვის ჩუბობენ? ნუ თუ იმისთვის რომ ამ ხმაური თასი ამოვნონ ერთ ადამიანს, რომელიც ყველაზე მაღლა დგა და თავს უკრავს ყველას, არა? მადლობას დუმილით გამოხატავენ, მხოლოდ დუმილია სიამოვნების ერთადერთი ღირსეული საზღაური. მე შენ თვით ტაში არ დამიკრავს. მე ვდუმდი თავს არ დაცემული. ან დაგხატოს ისე, როგორც შენ დამხატე. არ მოგწონს. ნუ თუ ასეთი სქელი ფეხები მაქვს. რატომ ჩამაცვი ჰოლანდიური წინდები? როდის გინახი ვარ ჰოლანდიურ წინდებში? რა ეს? ფეხებია თუ ზოლებიანი მუთაკები? სავაგიეროთ მაგრად გეხარ. ხელები რაღაც მინდავს. რატომ გამაშლებინი ასე სულელურად? თითქოს ორი ძაღლი გამომეყანო სასეირნოთ და ერთი აქეთ მეწეოდეს და მეორე იქით. ეს ნაოჭი რაღაცა ყელზე საიდან მოიტანე? გარდა ამისა მე მცივა. გესმის რას ვამბობ? მცივა ვიღინები. ქარი რომ დაგიხატავს ამ ბალახებში და მხრებში შველი რომ დამაყენე ამ ქარში, ნეტარ რას ფიქრობდი? შალი ვეღარ მომახურე? დაგენანა თუ განგებ გამიკეთე. ეს ვარდები რაღაცა ხელში რომ დამაჭერინე? ახ ის ვარდებია ორთაჭალის ბაღებიდან. ის არის. შენ დასაძახებლად რო გამოგზავნე. ხელმეორედ დაგეძახა. საუბედუროთ ერთი დუქანი მქონდა. მაპატიე. შენე, რატომ დაბაყენე მხრებში შველი ამ ქარში? ვინ აგონია შენი თავი? როგორ ელაპარაკები თავად იშლებს, ვინ აგონია შენი თავი? შენეი რატომ ჩამაცვი წითელი პერანგი, ვინ აგონია შენი თავი? ეი, რატომ დახატე განახერებული ყურძენი? ვინ აგონია შენი თავი? მას ხად გვიგდებ? დაგწინი! როგორ ელაპარაკები თავად იშლებს? როგორ ელაპარაკები თავი, ვინ აგონია შენი თავი? დამიბრიყვე? ხეპრე ხარ, გაუთლელი ხეპრე, ქვა ხარ, გაუთლელი და უგრძნობი ქვა გზაზე რომ გდია. ვინ აგონია შენი თავი? გაუთლელი ქვა. ეგრე იყოს. გზაზე ვგდივარ. ეგრე იყოს. გინდა შენი სახლის ბალავარში ჩამატანე. არ გინდა? ჩაი არა მე ხმას არ მოვიღებ, არც აქ თხო არაფერს მოიხედავ. არ გავინძრევი, არ მოიხედავ, არც მაშინ გავინძრევი, შენ აქ გონია. უგრძნობი ვარ? ხელი ჩავიქნიე ყველაფერზე, არა. უბრალოდ მე ვიცი ის, რაც ვიცი, ზოგისათვის ეს ცოტა, ზოგისათვის მეორეა. ზოგი გვერდს ამიქცევს, იმიტომ რომ უხეში ვარ, ზოგი იმიტომ რომ მძიმე ვარ, ესეც სულ ერთია ჩემთვის, მე არავის არ ვეტენები. მე ვიცი მხოლოდ ის, რაც ვიცი. როცა მტვერი
დამედება ცოტა უფრო მეც გავიგებ ზუსტად იმდენს რამდენი მტვერიც დამედება. როცა წვიმა დამასველებს ცოტა უფრო მეც გავიგებ ზუსტად იმდენს რამდენი წვიმის წვეთიც დამეცემა ერთი წვეთი რო დამეცეს საკმარისია ერთი წვეთით მეტი მეწოდინება. როცა ადამიანი ფეხს გამკრავს ცოტა უფრო მეც გავიგებ აფრენა რა გავიგებ დაცემა რა თვითონ ადამიანიც მეც გაიგებს ვიდრე აქამდე იცოდა შეყვირებს დაიხრება ნატკენ ფეხს დაიზელს და თუ ვერ მიხვდა რომ იმაზე მეტი გაიგო რაც აქამდე იცოდა ცოდუო ადამიანი ფეხის ტკივილმა მაინც უნდა ჩააფიქროს ტკივილმა რადგანაბიერიდან ერთი პატარა ტკივილით უფრო მეტი ეწოდინება საიდან გაჩნდი? იქიდან. ვერ ვარ დამიხატი ხარ? არა ჩანდი, სახლის უკან ცხენს ვაბალახებდი. რატო არ გამოიხედე? მეშინო და გამაგდებდი. ვინ ახარ? ია. აქ საიდან გაჩნდი? იქიდან. ვერ ვარ დამიხატი ხარ? არა ჩანდი, სახლის უკან მიწას ვდოხნიდი. რატო არ გამოიხედე? შურს ვიყავი, ვერ დამინახავდი. აქ საიდან გაჩნდი? იქიდან. ვერ ვარ დამიხატი ხარ? იმ ხალხის უკან ვიდექი, ვერ დამინახე. ვერ დაგინახე, ესე იგი არც დაგხატე. მაგრამ მე ვარსებობ. რა თქმა უნდა, არსებობ, რა კი მელაპარაკები არსებობ კიდეც. უცნაური ამბავია. რა გინდა აქ? არაფერი. ისე მოვედი იქიდან. რა არ შეიძლება? რატო რა კი არ დაგხატე ყველაფერი შეიძლება? მაინც ვინ ახარ? ია. მაგას რომ ეცავხედავ რომ ია ხარ. აბა რას მეკითხები? ცნობის მოყარე ვარ, თან სწავლა მაგლი, ამიტომ ყველაფერს ვეკითხები შენ რა ხმის ამაღება გენანება ეგეც ხო ფული არ არის. რადგანანება? აჰა. ყური არ გამეხვიტო. რა თქვი ვინა ვარო? ნიშადური, ქინაქინი, მალამო. ექიმის გამოწერილი. არ გახსოვს აფთიაქში ბიჭი რომ გააგზავნე ჩემს მოსატანად. იქ ამწონეს პატარა სასწორზე. ბევრი ხო არ მოსულია, თიკრება მოშლილი იყო ის სასწორი. ვერ ახედავ, ცოტა ვარ, ძალიან ცოტა. არა. შენ ბევრი ხარ. ძალიან ბევრი. რას ამბობ, ერთი ციცკნა ვარ. კარგი. ერთი ციცკნა ხარ. ეხლა მე შევხედავ რომ ერთი ციცკნა ხარ. ადამიანს ერთი ციცკნა ტილოს ნაჭრითაც შეიძლება აუხიო თვალები ისე რომ ვერაფერი დაინახოს. რატო მოხვედი? განა არ გინდა ასეთი ტილოს ნაჭრით აგიხვიონ თვალი. მე მგონია დიდი ხანია ნატრობა. მართალი ხარ, მართალი. ამე ფარე თვალებზე იმათი დანახვა აღარ მინდა. მაშ რა გინდა ნიკო? უხილავი მინდა გავხდე რომ ერთს მაგად დამინახო. ეს მომაცხოლებულები ამიჯანყდნენ ისე რატო არ დავხატე როგორც ჩვენ გვინდოდა ოაქაო და დახატულები ვართ ვიფიქრეთ ჩვენც რაღაცა გვესმის ხოტრობის მომდგნენ და მთათხავენ. რა გინდა ჩილოსა ხო დაგხატეთ, კედელზე დაგკიდეთ. სურათს რო კედელზე დაგკიდებ, იგივეა თვითკო კაცი დაგიბინებია კიდე რას მოითხოვ ჩემგან? პატარები არ ახართ რომ გაჭამოთ და გასვათ არც მე ვარ ბალგი თქვენი მოვლა და პატრონობა არ ამჭირდება. ამიერიდან მე თქვენ არ გიცნობთ, თქვენ მე არ მიცნობთ. გესმით? აი. ია. თავის დღეში არ დამიხატია და მაინც ჩემთან არის. იცდი და თქვენს უკან იმალებოდა და სწორედ მაშინ მოვიდა, როცა საჭიროა. გესმით?
პასუხსაც არ გადურლობენ. ირა ხამს ასეთი რამ. რას გაჩვენებულ ხარ ხმამაირა? ყველას ეჩხუბე? ყველას. იმ ქალსაც ის მარგარიტა თუ ვიღაც ოხერი. ხმა ჩაიწვიდე საერთოდ არ დახატულო. ჩაქრი მანდა. ჩაქრი მეთქი. შერმენი ხარ. ია. ოჰო. ბაკი მითხარი. სეწყალი ნიკალა. ღარიბი ნიკალა. ღარიბი ვარ, მაგრამ რატო არ ვიყო ღარიბი? მე ჩემს სიღარიბეს დიდარი კაცი ვითხარ ჯავ. ამ სიღარიბის მეტი რა გამაჩნია, იმდენი მაქვს. როგორც იტყვიან, თავზე საყრელი. ბანკში შევიტან. დავაგირავებ. ბანკი გირავში დიდ პროცენტს მომცემს. გამოსატანად როცა მიოლმეტყვის, წაიღე ნიკო შენი სიღარიბე და მებრუნებია ქაღალდის ფულით მოგცე? 10 თუმნიანები ხო არ გინდა ბაშუსტა? იქნება 25-იანები მოგართვა, 4-ჯერ მეტი იქნება ამ 5 თუმნიანები, ინებე გენაცვალე როგორც გაგიხარდება ოღონდ. ხურდა ფული არ გამამართვა. შენი სიღარიბე ისეთი გირაურუდია, კაპიკიანებით გადაგიხადო მისი საფასური. სიღარიბისათვის კაპიკიანი რა. ერთი ყლუპი ჰაერის საყიდლად არ ეყოფა 100 მაეთი სიღარიბით კი ისუთქე რამდენიც გინდა დატკბი ცხოვრებით. სამი კიტნოში შედი, მწვადის სუნი იყიდე. სირაჩთან მიდი, ღვინის სუნი იყიდე. ზარგარს გავარე ოქროს ელვარება იყიდე. ორთაჭალას ესტუმრე ლამაზი ქალის ღიმილი იყიდე. რა გინდა სულო და გულო 100 მაეთი სიღარიბე დიდი ქონება? მთელი ქვეყნის ზარაფხანები რო შემოიარო, ვერსად ვერ დაახურდებ. დიდარი კაცი ვარ. ყველაზე მდიდარი ბანკში დავაგირავე ჩემი სიღარიბე და ამდენი პროცენტი მოგება მერგო. მქონდა არძის სავაჭრო, მქონდა. შევინარჩუნე ვერა მარგარიტას ვარდებს ვანაცვალე. გესმის რა მდიდარი ვარ. რასაც მინდა იმას ვაკეთებ. დათაკი დაისვენე ამ ნანას გიმღერებ. რა დროს ჩემი ავნანა? დავბერდი კაცი. ჯუმად გიმღერებ რომ არავინ გაიგონოს. დაწი ახლა მაჭირველობ. ის გადავეკიდე ღმერთო ჩემო. აფსოს აკვანი არაა თორემ დაგირწევდი. შენ გიჟი ხარ? დაიძირი მდიდარო კაცო ნიკო ფიროსმანაშვილი. ჩვენ შევადგენ ჩვენი აურაცხელი ქონების სიას და ვაჭრებს მივართმევთ. ეს რომ ხელასია? შეყვირებენ ვაჭრები. თბილისიდან ბათუმამდე ამ სიგრძე გზა რომ ყოფილიყო, ჩვენი საქონელი სტამბოლში ვერასოდეს ვერ ჩააღწევდა. რა გინდა სულო და გულო რომ არ გქონდეს ამ ყურუმსახს ნიკო ფიროსმანაშვილს? სახლი არ აქვს, კარი არ აქვს, მამული არ აქვს. ერთი შაურიანი რა ისიც არ აქვს. ამაყი კაცი რომ იყო სხვა საქმეა, დამდაბალი კაცია. განა არ შეეძლო სხვებებით ბაზარში მწვანილი გაეყიდა. თულუხში გამختارიყო წყალი გაეყიდა. ხაფასი გამختارიყო პური გამოეცხო. ლესავი გამختارიყო დანები გაელესა, მაგრამ რა უნდა ყველაფერი ეს მდიდარ კაცს, რომელსაც რა გინდა სულო და გულო რომ არ აქვს. სახლი არ აქვს, კარი არ აქვს, მამული არ აქვს. გახრადილი შაურიანი რა ისიც არ აქვს. დაიძინე ჩემო კარგო. მთელი შენი დღე და მოსწრება გროვებდი ამ ქონებას, ალბათ დაიღალე. მოკვდები და დაიტაცებენ მემკვიდრეები შენ სიმდიდრეს, დაიწყებენ კვეხნას. რა გინდა სულო და გულო რომ არ გქონდეს. სახლი არ აქვს, კარი არ აქვს, მამული არ აქვს, არაფერი არ აქვს. დაიძინე ნიკო,
შენს ქონებას მე უდარაჯებ, რომ არავინ მოგყაროს. და იცი. ჩხუბებს მოგპარე რამე. ამ ბაღში ძილი არ შეიძლება, ხალხი დადის. სკამი დაგენანა. პატიოსანი კაცი გამოივლის, დაждоმა მოუნდება, შენ კი გაწოლილ ხარ. ღამე ვინ მოვა? როგორ თუ ვინ მოვა? ნაქეიფარი ყნიაზი გამოივლის, ან 1 მილიონერის ვაჟი მეორე მილიონერის ხალხს კოცნას დაუპირებს და რა ქნან საწყლებმა სადასხდნენ. სათხედავ ყნიაზთანაც საწყალს, ან მილიონერის საწყალშვილებს სადახედა არავინ არ. რომ მოვიდნენ? როცა მოვლენ, მაშინ ავდგები დამძინე რა თუ კაცი ხარ. სიზმარი რო ნახო? რა სიზმარი? თავრობის საწინააღმდეგო. აი, იმ სიზმრებს გეუბნები, ხალხი წითელი დროშით რო გამოდის ქუჩაში და ძირს მეფეო გაიძახის. ესეთი სიზმარი არ მინდა ჩემს კამზე წადი აქედან წდი. ჯოხი იქ იწაიღე. რა დახატე? ცოცხი დაგეხატა ნენელა გაგვიდი, შენ კი ჯოხი დამაჭერინე ხელში. ვიფიქრე მოხუცია დაეყრდნობა მეთქი. ამ ჯოხით შენისთანა მაწანწალებს ვერეკები წადი აქედან. წადი! 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 დაიკარგე აქედან. შენ ვინა ხარ? ია. აკი ვითხარი. რაკი ამოფიავარო, მაშა და მე მართლა იაყოფილ ხარ ამას ვეღარაფერი შესულის. მე ისა ვარ, ვიზეთ შენ ყოველთვის ოცნებობდი. შემომხედე? ხედავ, მე სწორედ ისა ვარ. ასია. ასე უნდა იყოს. მე შენზე ყოველ წამს ვოცნებობდი. ყოველ წამს? არა. მე რა ვიცი როგორია წამის საათი, არასოდეს არ მქონია შენზე ოცნება. ჩემი გულის ცემასავით განუწყვეტელი იყო. დაგდუ, ია. სად დაიკარგი აქამდე, ვისთან დაეთრეოდი? ნიკოლა. რა ნიკოლა, სად იყავი აქამდე? მოვდიოდი, ვის არ ავკითხე შენი გზა, ვერავინ მომასწავლა. მეუბნებოდნენ აქ არისო. მივიდოდი, მეტყოდნენ ეს წუთია წავიდაო. საათ, იქ, ახლა იქ წავიდოდი. იქიდან ისევა გამომგზავნიდნენ. მოლოს როგორც იქნა მომწერ შენი ზუსტი მისამართი. მაინც რომელი? საღებავების ყუთი აიღო და იქ წავიდა. სადაც ახლა არისო. ასე მოგაგენი. მაშ მომაგენი მაინც? მოგაგენი ნიკოლა. მომეხვიე. განა შეიძლება უცნებას მოეხიოს ადამიანი? შენ სცადე. არ იქნება ჩემი მოხველა, მე უცნება ვარ. განა უცნება არ ათბობს ადამიანს, როცა გარეთ შემოდგომა შინკი ღუმელი არ გაგაჩნია. ღუმელი არა. ღუმელი ხარ, ღუმელი, როგორ თბილა? მე ღუმელი არა ვარ. ღუმელი ხარ, მაგრამ ხარ აგაშინა ღმერთმა ძლივს არ გავთმი.
ძალიან გცივა. არ ვიცი, გონი არა, შენ მესიზმრები? არა მგონია. შენ ნამდვილად ხარ? დინახავს. ანკეს მოწყვეტილი თევზი დინარეში რო ჩაეშვება და სიღრმეს მიაშურებს ასევე მეც. სიზმარში ვიძირები და ჩემ ნამდვილ ცხოვრებას უბრუნდები. ალბათ სიზმარი ჩემთვის სინამდვილეა. რა სიტყვია? სიზმარში ყველა მეზოვე კეთილია. მხატვრებს უყვართ ერთმანეთი, რომელ სახლში ეწკინდა. შედი და დაიცინე. არ გინდა, იქ შეიძლება ცუდ სიზმარში მოხვდე. რა თქმა უნდა, იქ შეიძლება ბოროტი მეზოები დამხვდნენ. არა, სიზმარში მე არასოდეს არ ვიცინებ და მაშინ წითელ პერანგა მეთევზე მესიზმრება. რატო წითელ პერანგა მე თვითონ არ ვიცი. მართალია ის კაცი რატო დაეცვალა წითელი პერანგი? თვარი ამოსულა ფანჯარაში იყურება. ძალიან გცივა. არა. მაშრად განკალე. განკალებ? ურეშინ. მართლა მაგანკალებს. გონი ავად გავხდი. მოდი ექიმს გამოუძახოთ. რა თუნდა გამოუძახოთ? არ გესმის? უკვე მოდის. შენ საიდან იცი? ექიმს უნდა გამოუძახო, ის კი ან მოვა, ან მოირბენს. ეგ ექიმს გააჩნია. ცუდი ექიმი მოვა, კარგი მოირბენს. ჩემი ექიმი მოიჩქარის. გონი მართლა მოდის. რა თქმა უნდა, კარგი ექიმია. ვირით მოდის. საიდან იცი რომ შენთან მოდის? ავად მე ვარ და მარისი ექიმია თუ არ იცის, ვინავად არის და ვინ კარგად, ეგ კარგი ექიმია. ერთხელ ვიყავი მაგასთან. გაიხადეო ნიკო, მეუბნება, უნდა მოგისმინო. რა თუნდა მოვისმინო? ნასწავლი კაცი, რა თუნდა შეგაწუხო? მე თვითონ გეტყვი, რაც ამჭირს მეთქი. აიო, მე შენ ზურგს უნდა მოусმინო, შენ მკერდს უნდა მოусმინო. შენ კი ცოტა ხან ჩუმად იყავიო. და კერძე თამადო, აი მოდენა მილი. ნიკო, ექიმებს განამაგოდენა მილები აქვთ. ექიმებს აი ესეთი მილები აქვთ. ეგ პატარა ექიმებს აქვთ პატარა მილები. ჩემი ექიმი დიდი ექიმია. ამიტომ მილის დიდი აქვს. მაგისი წამლებიც ყველაზე მწარე წამლებია. მაშ ერთხელ დავლი. წვეთები? ხრილი. ვიდო და ღვინო დამეყოლებინო, მაგრამ არაო, წყალი დააყოლეო. არა და ღვინოსავით კი შემერგო უცებ მოგჯობინდი. მეცავდე კიდე დავხატე. ეხლა ისევ ჩემთან მოდის. წავალ შევხვდები. არა, თვითონ გვიპოვის. ოღონდ როცა მოვა, ცოტა ხნით გარეთ გადი. გარებთან გაჩედი, წორე მეტყვის ნიკო ხალათი გაიხადე, ენა გამამიყავიო. ენის გამოყოფა უზრდილობაა. ექიმთან შეიძლება თვითონ თხოვლობს. ადამიანისათვის ხო ენა ყველაფერია. ყველს ახვრელი თამაიყვანს, ენა ტკბილად მოუბარიო, ხო გაგიგონი? ენას ქებად შეუძლია და ძაგებაც. სიმართლესაც ამბობს და ტყუილსაც. შენი ენა იმ წუთში გაგთქვამს. ექიმიც იმიტომ გაყოფინებს ენას, რომ გაიგოს რაღაციც ახალ. კარგი ჩეჩური დაუხატე მაგ ექიმს. ისმის როგორ მობაკუნობს. საცა არ გაჩნდება. გამარჯობა ექიმო. ხომ იცანი? როგორ არ გიცანი? გიცანი ნიკალა. გამარჯობა და ბოდიშიც მომიხსენებია მშვიდობით. არა მცალია, მეჩქარებ. საით მიჩქარი? ავად მყოფთან მივდივარ ნიკალა. ნუ ღარ დამაყოვნებ. მე ვარ, მე ის ავად მყოფი ექიმა, რომელთანაც შენ მიჩქარი. ნიკო, რა ხუმარა ხარ. შენ ხომ ჩემთან მეზოვი არ გამოგიგზავნია? რა თუნდა გამომეგზავნა, ექიმი ხარ და თვითონ არ იცი ვინ ავად არის და ვინ არა. ხო და აი სწორედ ავად მყოფთან მივდივარ ნიკალა. ნუ ღარ დამაყოვნებ, ძალიან გთხოვ. მე ვარ, მე ის ავად მყოფი. შენ რა, მასღად მიგდებ ნიკალა? სნეული სუფთა ლოგინში უნდა იწვეს და კვნესოდეს. აბა სადა გაქვს შენ სუფთა ლოგინი? ანდა როდის აკვნესი?
კინდოსავით ბაზარ დასეინობ. აბა შენ რა ავადმყოფი ხარ? ის ადამიანი კი ცუდად არის. ნიკალა, ნუ ღარ მაყონებ ძალიან გთხოვ. მე მოვალე ვარ ადამიანი გადავარჩინო. მე გადამარჩინე ექიმო. არც სუფთალოგინში წევ ხარ. არც საკვნესი. აბა რისგან და გადაგარჩინო? ერთი ენა გამამიყავი ექიმო. ენა ექიმმა კი არა, ავადმყოფმა უნდა გამოყოს ხოლმე. მაჩვენე შენი ენა ექიმო. ვინ დავიცოდე რა კაციც ხარ? არა და რა კეთილი სახე დაგიხატე? სახე. შენ თვითონ დახატე რომ იქით მივდივარ. ეხლა ამას არაფერი ეშველება. დაგიხატო რომ შენთან მოვდივარ. მეც მოვიდოდი შენთან და გეტყოდი, გაიხადე პერანგი ნიკო, შენს მკერდს უნდა მოусმინო, შენ ზურგს. შენ კი დახატე რომ იქით მივდივარ. მე შენ ავადმყოფთან მიმავალი დაგხატე. კეთილი სახით დაგხატე. ვირიც გაჩუქე რომ მალე მისულიყავი. განა ადამიანი ფიქრობს თავის ჯანმრთელობაზე, ადამიანის სხვებზე ფიქრობს. მოდა მეც სხვასთან მივდივარ ნიკო. ნუ ღარ მაყოვნებ ძალიან გთხოვ. რა კეთილი ხარ ექიმო? კეთილი ვარ ნიკო, კეთილი. შენ ხომ ჩემთვის მეზოვი არ გამოგიგზავნია? მეზოვე მე ბაგის მერხიდან ამაგდო, ის იყო დასაძინებლად მოვეწყე და იმან კი ამაგდო, ეგეთ კაცს ექიმთან გავაგზავნიდი. ხო და სწორედ მოიქცა რომ მაგაგდო. მერზე ძილი როგორ შეიძლება ნიკო? ხომ შეიძლება გაცივდე? ოჩახ მეზოვე. იმან შენს ჯანმრთელობაზე იზრუნა. შვიდობით ნიკო, კარგად იყა. რა კარგად თქვა? იქით მივდივარო. იქით წასვლა არც პირდაპირ წასვლას ნიშნავს, არც გვერდზე. არც წინა და არც უკან. ცის კაბათონს იქით წასვლას ნიშნავს. დედამიწის იქით. ადამიანს იქით, რომელსაც იმდენი სადგივარი აქვს, რომ ვერ შეემჩნევს ამას. ყველაფერს იქით თუ წახვედი, როგორ ხა უნდა იცხოვრო კაცო. ვარდი ვერ მოკრიფო ეკლესიაშიც. კლდეს ვერ ჩავარო იმის შიშით, რომ გვერდი არ გაჰკრა და რამე არ ეთკინო. წყურვალმა წყაროს როგორ ჩავარო და გული არ გაიგრილო. ყველაფერს როგორ უნდა ჩავარო ადამიანმა ყველაფერს რაც იყო. რაც არის და რაც იქნება. ბრავო ექიმმა. არაფერი. იქით წავიდა. როგორ თუ იქით? პერანგი არ გაგხადა? წამალი არ გამოგიწერა? ენა არ გამოგაყოფინა? არაია, არა. იქით წავიდა. ავადმყოფთან. შენ ისევ გაგანკალებს? მატარებელში ვზივარ და იმიტომ. მატარებელში? ო შენ არ გიმგზავრია მატარებელით? ერთხელ მხოლოდ. მაშინ მეც მაგანკალებდა. უბილეთოთ ვიყავი და კონდუქტორის ამეშინოთ. აგიტო კი არ გაკანკალებდა. ბრიანდაგის შესაყარზე ვაგონი ინჯღრევა ხოლმე, ამიტომ კანკალებენ მგზავრები. ღმერთო ჩემო, რა დაგეთებენ იმ შესაყარზე? იმიტომ რომ მგზავრები დაანჯღრიო, ნაბარისი მგზავრი ხარ თუ არ ინჯღრები და არ კანკალები. მგზავრობაში აუცილებლად უნდა კანკალებდეს ადამიანი, ამიტომ აკეთებენ შესაყარს. რატომ გაჩუმდი? ჩემი მატარებელი მგონი ბოლო გაჩერებას უახლოვდა. აქეთ აღარ წამოვა? უბედურობაც იმაში, რომ აქეთ მგზავრობის ბილეთი ვერ ვიშვე. უბილეთოთ რომ სადო? იქით უბილეთოთ ვიმგზავრე. აქეთ უბილეთოთ აღარ დაბრუნდები. სირცხვილია. სადე ნიკალა იქნებ მოახერხო.
სკამის ქვეშ დავიმალო, არავით არ შემთხვევაში მეყოფა, რასაც ვიმალებოდი. საკუთარი ადგილი მითამ მქონდეს. მონახე, შენი საკუთარი ადგილი და აქ ჩამოდი, მე გელოდები, აქ გელოდები. ვაში მელოდები? გელოდები. ნამდვილად მელოდები? ნამდვილად გელოდები, ნიკა. როგორი საქმეა მე მელოდებია, სავაროკი დაკეტილია. რომელი ხარ? შემოდით. ღია ყველაფერი. მხატვარია ალბათ. მხატვარი? საიდან იცნობ? ჩვენმა მხატვრებმა მიაბეს მაგკაცზე. თან პატიშეს და მივედი ოღონდ ეს შეხვედრა იმ სიზმარს არ აგავდა, როცა მხატვრებს ერთმანეთი უყვართ. ეს მხატვარი? ეგ შორს არის. მაგის სიყვარული შეიძლება. რაში გჭირდება? წითელი ცხენი დახატა. ეგეთი ცხენი საერთოდ არ არსებობს. მაგან კი დახატა, მდინარეში აბანავებენ ბიჭები. ჩემ მეთევზესაც წითელი პერანგი ეცვია, რატო? მაგას ეწოდება ნასწავლი კაცია. აღარ არახუნებს. მე ფევარ და არახუნო და ისე შემოვიდა, შეხოვლებათო შემოხვედი. შემოდი ოსტატო. სტუმარი ღვთისაა. კარგია რომ ახალი ჩექმები გაცვია, ჯერ არ გაგცვეთია და უკვე აღარ გიჭერს. მადლობთ ნიკო. ჩექმები მართლაც ახალია და უკვე აღარ მიჭერს. ცხოვრებაში ასე არ ხდება, მაგრამ მე ბედმა გამიღიმა და ასეთი ჩექმები მაქვს. მადლობელი ვარ შენ. მაშ მოხვედი მაინც. მოვედი ნიკო. გზა მოკლე აღმოჩნდა, აგერ მე აგერ შენ, ერთი ნაბიჯიც არ ყოფილა. მადლობთ ოსტატო რომ მოხვედი. რისთვის მემადლიერები ნიკო? მაშ ახლა ვეთყვის სუფრა გაშალონ. პაპატი, ჭურჭელი არ მივარგა. კერძი კი ნამდვილად კარგი იქნება, ლობიოც არის მწვადი, ჩემთვის საგანგებოდ ბატკარი დავაკვლიიდე. მადლობთ ნიკო, ნუ სუხტები, მე უკვე გიახიენ. ჩვენებური ღურობა კახური, ერთი ტიკი გამამიგზავნა დედაჩემმა. მართალია თვითონ აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მაინც გამამიგზავნა შენ საპატივცემოდ, ხო დალებოთ? მადლობთ ნიკო, მე უკვე ვისადილე, ღვინოს დავლიე. ეგ ღვინოს ხვასთან დალი. არა, ოსტატო, არა. აქ ღვინოს ხვასთან არ დავლევ, შენთან რა დავლევ, ამ ერთხელ შენთან რა ვიქეიფო.
არ მოგეკიდა ოსტატო. მომეკიდა ნიკო. ცოტა მომეკიდა. კარგი ღვინოა, ხელად ეთყობა რომ დედაშენის გამომძამნელია ნამდვილი გახურია. გედავ, შეგი არ გიდოდა დალევა. მწვადეც კარგი იყო, საკვირველი მწვადი იყო. მოგითხარი ბატკრის არის მეთქი. ისეთი გემრიელი იყო, სულ თითები ჩავიგვრიდე. ჩაკაფულით გავაკეთებინა, მაგრამ ვერ გამოვიდა ჩვენებსა და აღარ მოატანინე. არა უშავს, ნიკო. თავარი ხო მაინც გამოვიდა. ჩექმები სულ ახალია და უკვე აღარ მიჯერს. კარგია, კარგი. ეგ თავარია. როგორ მოახერხე? რაც სუიცე როგორ უნდა იყოს, ერთხელ არ გაუმართლოს ადამიანს ბედმა. შენ გაგიმართლა. გამიმართლა მაშ? ნამდვილად გამიმართლა. სწავლა როდის გადავიწყოთ ოსტატო? მე მზათა ვარ. მე უნდა გასწავლო შენ? რა უნდა გასწავლო? ყველაფერი. მაგალითად რა არის? ნატურმორტი. მკვდარი ბუნება. ეგ ვიცი. არ მეგონა მართალი თუ იყო? ნატურბუნება. მორტ მკვდარი. აშ ყურძენი მკვდარია? მკვდარია. ღვინით სავსე ტიკიც? ეგეც. კიტრიც, ბოლოკით, შაფურზე აგებული მწვადით? სულელია ვინც ეგ მაიგონა. იმიტომ რომ ტყუილია. აქ საჭმელებს მე სუფრაზე კი არ ვხატავ, ნატურმორტი პურმარილია, რომელიც ჯერ სუფრაზე არ მოუტანიათ. მწვადები შამფურების წვერებზე შემდგარან და მასპინძლის ნიშანს ელოდებიან. შემწორი გოჭი ლანგარზე გაწოლი და დინგი ზარბაზნის ლულასავით სუფრისთვის დაუმიზდებია და მასპინძლის ნიშანს ელოდება. ღვინით სავსე ტიკი ბრძოლის მელოდიში ღიპიანი გენერალივით არის ყურძნის მტევარი ციხის გოდოლივით საცაა დაემხობა თუ დროზე ხელი არ მიაჩველე. მკვდარი ბუნებაო, მკვდარი კი არა, ჩუმი ბუნებაო, გესმის ჩუმი ყველაფერი გაჩუმდა და გაენავა ადამიანის მოლოდეში. ადამიანი კი არა ჩანს იგვიანებს, ეთყობა გზაში მეგობრები შეხვდა და იმათ საკეიფოთ ეპატიჟება, ყურძენი კი იცის, მწვადიც იცის, გოჭიც იცის, ღვინის ტიკიც სტუმარსა და მასპინძელს ელოდებიან. აი რა არის ნატურმორტი. იმ შენი ღვინის გემო ვერ დამეწყებია. მე ვეწერ დედაჩემს, კიდე გამოგზავნის. ომის წერე თუ ღმერთი გძამს. პერსპექტივა რაღაცა. ჩემი პასუხი ალბათ არც ახლა მოგეწონება. მაინც რა არის? პერსპექტივა იმას აქვია, როდესაც შორტმდგარი ადამიანის სურათზე მცირე ზომით არის გამოსახული. ხშირად გაურკვევლად, ფუნჯის 1-2 მოსმით. ის კი ვინც ახლოა, დახატულია მსხვილად, გარკვევით, ისე რომ მისი ფიგურა ხშირად ჩარჩოშიაც კი არ ეტევა. თუ ჩარჩო პატარაა, მაშინ აი ცეკაცო ჩარჩოზე შემკვეთმა იზრუნოს, ჩარჩო ხანდახან სურათზე ძვირია. იფიქროს, შენ კი წარმოიდგინე. როგორ წარმოიდგინო, რის ყიდვაც არ შემიძლია? მწვადის ყიდვა ყოველთვის შეგიძლია. მწვადზე მე კი არა, ჩემ შიმშილი ფიქრ. რა დროს შიმშილია, ეხლა არ ვისადილეთ, შიმშილი კი არა. მადა გალაპარაკებს, შენი მადა ფიქრობს მწვადზე. მართალი ხარ, მართალი. შიმშილი რასახსენებელია, მადა მთავარი და არავითარი პერსპექტივა. როგორ თუ არავითარი პერსპექტივა? აბა ბადის გარდა თუ არაფერი შეგჭაკაც რაღაცი აქვს პერსპექტივაზე ლაპარაკს. შენ სხვა პერსპექტივაზე მეკითხებოდი. იმასედაც არ იყავი მართალი. ერთიც ვნახოთ ის კაცი, შორს რო დგა. მეგობარია შენი. ის კი რომელიც ახლოს არის? რატო ხსირებული და მსმენია? რომელიც უსმენს რას ლაპარაკობ, კი არ უსმენს, პირდაღებული ყლაპამ შენ სიტყვებს რომ შენი ნათქვა მიიტანო სადაც ჯერ არს და ციხეშია მოგაყოფინოს თავი. რას მიბრძანებს ხულად დავხატო ის ვაჟბატონი, თანაც გარკვევით ისე რომ ჩარჩოში არ შეეტიოს. მოუცხონდა დიახ. იმ ნაბიჯვარს იმ პირდაღებული მას ბაღლინჯოს ოდენას დავხატა, მღილის ოდენას, პირს კი საერთოდ ამოუკუპრა. ყურებსაც რომ ერთს ვერაფერი გაიგონოს და ერთს ვერაფერი თქვას. მეგობარს კი რომელიც შორსად გამსხვილად დავხატავ და ლამაზადაც იდგეს თავისთვის დიდი და ღონიერი და მიყურებდეს მე მის მხატვარს რომელმაც დედა უტირა იმარა კაცსა და უსინდისოს მაშ, აბა როგორ? მაშინ ჰორიზონტის ხაზი დაირღვევა, ის რაც უკანაა შორსაა ყოველთვის მცირდა. დაირღვეს, მაგის რჯულიც არ იყოს და მე ვიყო უკან, ჩემი მეგობარი კი წინ იყოს და მიყურებდეს მე ჰორიზონტზე მდგარ პატარა მხატვარს რომელიც დიდ არამზადაც გაუსწორდი. აი შენ მაგალითად შორს ახარ ჩემგან ჰორიზონტზე და იმის იქითაც და მაინც დიდი ხარ და ლამაზი როგორც სურათზე დახატული მეგობარი კაცი. შენი თავი თუ დაგიხატავს ოდესმე.
ავტოპორტრეტი? ხო. დავიხატია, როგორ არა. იმ სურათს ერქვა ნიკო პიროსმანაშვილი კარგ კოსტუმში. ვიღაცას ვაჩუქი აღარ მახსოვს. ერთ სურათი კი კინაღამ გამოფენეს და წაიღეს. დუქანში ეკიდა. როგორ? მე დუქნე მარგა გატანა? არა, წაიღეო მეხუწებოდა შენ თუ არიცი რა დაგიხატამსო. ეს ის კაცია, რომელიც ერთ პურის ჭამაზე სამედრო ღვინოს სვამს. ამის სანახავად სხვა ხალხი მოაწყდებაო გამოფენას. მეუთხარი ჯობია ხალხი შენ 3 გიტონოს მოაწყდეს, ვიდრე იმ გამოფენას სურათის ნახვა თუ უნდათ, აქაც მოვლენ მეთქი. შენი წითელი ცხენი თუ ნახა ხალხმა. 912-ში ვერნისაჟზე. ვერნისაჟზე? ეგ რაღა? გამოფენის გახსნას ქვია. გამახსენდა. მე მეგონა საჟაზე იყო ლაპარაკი შავსაღებავზე. გესმის რა ტუტუცი ვარ. არ სადარასოდი სერვისეული, არც ქართულად, არც რუსულად. მართლაც ტუტუცი ხარ, ნიკო. ის გაუგია ფრინველს გალობას ასწავლიდნენ. ფრინველი ან ბულბულია, ან არ არის ბულბული. თუ ბულბულია, ის ტვენას ყველა გაიგებს. ქართველიც, ფრანგიც, რუსიც, იმიტომ რომ ბულბულის ენით თვით ბუნება მეტყველებს. აკებს თავის სილამაზეს, უსასრულობას და უკუთავებას. მადლობთ ოსტატოე, კარგად ათქვი. ცოტა გულზე მომეშვა. იმ შენი ცხენის სანახავად ალბათ სხვა ხალხი მოაწყდებოდა გამოფენას. კაცი არ იყო. ხოლო სპეციალისტები მოვიდნენ ხელოვნებად მცოდნეებს ეძახიან. რა შვებია? ანიხილავენ. უფსავია რა არის? არ ვიცი. ვერტიკალურიაო? არც ეგ ვიცი. არაღას ლაპარაკობენ. Специалистები არიან და იმიტომ. Конь красный, бери красный. Но это опасно. Опасно. Откуда тут красный? А солнце уже село. Закрыть этот холст надобно. Серым. სალამოხანს ფუტკარი ვნახე. ჩემთვის არიცალა ყვავილს დასტრიალებდა. მისი ზუზუნი საკერავი მანქანის ხმას გავდა. მოგშეუდა გამალებული, რადგან აგვიანდებოდა საღამო იყო. ადრე შემოიერო უსაქმო კაცმა. ყვავილს უყუნოსა და ხელი შეუშალა ფუტკარ მოუგბინა და კაცმა მე გაბოროტებული დიდხანს ტკეპნი და ხუსლით მიწაზე გასრესილ ფუტკარს. ტკეპნი და მის ხავერდოვანს ხეულს. ტკეპნი და თაფლს. შრომას. მას მხოლოდ ფუტკრის ნაკბენი ახსოვდა თაფლზე არ უფიქრია. განაჩვენს ეგრე არ გვექცევია, ოსტატო. არავინ არ იცის, როგორ იქნება თაფლი, არავინ არ იცის, როგორ იქნება სურათი, ერთიც ვნახოთ და ფუტკარმა ან მხატვარმა გიკბინოს. არასჯობია მოჰკრა. ისე ყოველი შემთხვევისათვის უსაქმო კაცი ტკივილმა რო არ შეაწმხოს. წარე სიტყვებია, ნიკო, თუმცა თაფლზე ლაპარაკობ. შენ რა მოგკლეს. მომკლეს. ცივი თვალებით მირტყამდნენ დიდხანს, მთელი ცხოვრება და ბოლოს მომიღეს. ცხენი ჯერ არ ჩასულა წყალში, ხედავ.
ო, მაგრამ სურათს ხო წითელი ცხენის ბანაობა დაარქვი. ერერა, ცხენი ჯერ არ ჩასულა წყალში. შენ გესმის ეს რას ნიშნავს? ჩვენს მიერ დახატული ფიგურები თვითნებობენ, რასაც უნდათ იმას აკეთებდნენ. ნახე, რა კარგია. არ შედის მდინარეში, არ უნდა. რაღაც დაარქვი ბანაობა. აი ახლა ჩავა. შეხედე? ხედავ როგორ დაიძაბა. გამოცდილ მოცურავესავით ფეხი აუწევია, თითქოს წყალს სინჯავს ცივია თუ არაო, მე ეს არ დამიხატავს. ღმერთმანი არ დამიხატავს, თვითონ მოისურვა. მე მინდოდა წყალში ყოფილიყო მუხლამდე მაინც, როგორც ის ვარდისფერი ულაყი უკან რომ ჩანს, ხედავ, მაგრამ გაჯიუდდა, არ დამემორჩილა. ეხლა კი დაიძაბა, გადასახტომად მოემზადა. იქნებ დროა უკვე. არა, არ ჩავა. ეშინი არ ჩაქრეს, მოძრაობაზე ეტყობა ჩაქრობის ეშინია. ბიჭი რომ შევსვი ზედ ეგ შეაგდებს წყალში. მე ჩაქრება. არაფერიც. დინარე შეიძლება აორთქლდეს. წყალი შეიძლება ადუღდეს, ჩემს ცხენს კი არაფერი დაუშავდება. გინდა საღებავს გადავსვამ, თლა დავფარავ ტილოს. საღებავის ქვეშაც ადუღდება წყალი, როდესაც მდინარეში ჩემი წითელი ცხენი ჩავა. ნახე რა ბიჭია. ერთი დეწვა ცინგლიანია და უკვე რაღაცაზე ჩაფიქრებულა. წითელ ცხენზე როზის? იცის და მაინც ისე უჭირა თავი თითქოს ჩვეულებრივი ამბავი იყოს. ერიდება ალბათ. უღურე წყალში შევიდა. დინარეში. მტკვარში შევიდა! მტკვარში მეტოვები, თუ ღმერთი ჩავს კარგი? მტკვარშია, ნუ თუ ვერ ახადა ვინ პატარა ბიჭმა მტკვარში შეაგდო შენი წითელი ცხენი. მართალი ხარ ხომ იცი მართლაც მტკვარში შეაგდო ბიჭმა ჩემი წითელი ცხენი. ვიცოდი რომ მტკვარში შეიყვანდა, ნამდვილად ვიცოდი, ყოჩაღი ბიჭია. შენელ მეთევზე წითელი ცხენი მტკვარში შევიდა, ხედავ? ძრად გაწითელდა მტკვარი. შენი პერანგიც მაგფერი საიდან ნაცმერჩი. წავიდა თევზი აღარ არის. წითელ წყალში თევზაობა ვის გაუგია, ვის? მას წითელი ცხენის მტკვარში ბანაობა იქნება, ამ მაწანწალას უყურეთ. ამ ბაზრის მღებავს რაებს აბედავს. წითელი ფერის მდინარე? რა სისულელია. მე ერთხელ მგზავრობდი გემი წითელ ზღვაში, მაგრამ ისიც წითელი კი არა. აი მწვანე იყო თუ ლურჯი, კარგად არ მახსოვს. ჩვენეი, ჩემი ფუნჯის ნათხრაჩებო! ვაშორდით ფაჯერებს! დღის სინათლეს ნუ მიბნერებთ! რის დღე, რა დღე? ვერ ახედავ ღამეა. გაგიჟდეს კაცი. რა დრო ახლა ოსტატო? შემოდგომა. არ გესმის? ისევ გაწვიმდა. საზიზღარი ჰავა, ხან ცივა, ხან ცხელა, დაჭილექდება ადამიანი, აბა რა მოუვა. გამიშვი ნიკან, წავა, არა გჭირდები და რა თმაჩერე. არ დამიხატია ძმაო? არც ეგ ნაბადი, არც ეგ ქოლგა. ხომ გითხარი თვითნებობენ სურათები. რასაც უნდათ იმას აკეთებენ, სულ თავის ნებაზად იქცევიან. მაგრამ ეს არ არის მთავარი მაინც. მაშ რა არის? მთავარი ოსტატო. შემოდგომა. ის რომ გარეთ შემოდგომაა, მე კი ახალი ჩექმები მაცვია. სულ ახალია და უკვე აღარ მეჯერს. თან თბილადაც ვარ. ეს არის მთავარი, ნიკო. შენელ პიროს მალაშვილო მირზაში დაბრუნდი. ხელი მოჰკიდე პატარა ნიკო შენ რო იყავი ბალღმაში იმას და მოხს სახლის რა დააშავა ბალღმა. იმის ქვეშ სარდაფში რა თულა მოხდეს სული. არ გესმის რას გეუბნები? სად დაიკარგე ბიჭო? მანდარინის ბაღში გადაძვერი. ისევ გამოძეხი? გვახიათ მით სადა ხარში მამა ძაღლო ხელი მომეცი.
ეს წვიმა შემოდგომა ნიკო დიდედასავი დიდი და მკაცრი შემოდგომა მისდგომია პატარა ნიკოს და ტყეპავს ლუცელკოპ სხვის მენახში ნუდაძრობი ყვახიატმებს ლუქჩამე ესე ჩენ რაც მაითხოვენ ახშირით ხელები რა დაგიხატია კედელზე ვინ არის აქ საფრთხობელა ყაცით ხელში შენი დასაცილია ბიჭო ეს ტატე რა უყავი ღობეს შენ დასამიწებელო მეცხლები დაახატეო იგითხრა შეღებე მეთქი რა შმაკი შეგიჩნდა რომ ვეღარ ისველებ ნაგიდა იცხოვრე ადამიანურად როგორც ყველა ცხოვრობს მაწონი გაკიდე სავაჭრო გახსენი სირაჯი გახდი ესე ჩენ არც ახლა მოისველებ არ გასახარებელო შემოდგომა დიდ დედა მთელი ქვეყნის დიდი დედა ყვახიატამს რა უნდა? წვიმს. თითქოს საკერო მანქანას ატრიალებენ ვარა? მარგარიტამ. ის ქოლგა, სადიშო? იყიდა ალბათ. დღეს დილით ბაზარში ვნახე. დაბრუნდა? იქადგა. ქოლგით. მე არ დამეხატავს. ქოლგა. ეგეც არ მიჯერებს. მე კი დაგიჯერებდი. როგორც დამხატავდი, ისე ვიქნებოდი, არც კი გავინძრეობდი. მაშინ დაგხატავ და აღარსად დამეკარგები გეყო აქეთ-იქით სირბილი მარგარიტას კაბას რა თუ დაიფარებოდე, იმაზე ნაკლები რითი ხარ? დამაგვიანდა ნიკოს უცოტა. ცოტა კი არა, ისე დიდხანს მოდიოდი ნიჭი დამეღალა შენს მოლოდინში. ნუ ტრაბახობ, შენს ნიჭზე სხვებმა უნდა ილაპარაკო. როგორ არა, ისები მე ხო იმას არ მომბობ, რაც არ მაქვს რომ ეთქვა. ახალი კოსტუმი მაცვია, მართლა ტრაბახი იქნებოდა, რადგან კოსტუმი არა მაქვს, რომ ეთქვა, ახალი ჩექმები მაცვია, ეგეც ტრაბახი იქნებოდა, რადგან არ ჩექმები მაქვს, იმ ხატვარს ვაჩუქე. რატო ამბობ, ტრაბახობ? მე მხოლოდ იმას ვამბობ, რაც მაქვს. ეგრე იყავი, არ გაინძრე, უნდა დაგხატო. დიდხანს მოგიწევს. წვიმს. უცნაური ეს წვიმა. თითქო წვიმის წვეთები საკერავი მანქანის ნემსები იყოს, რომლითაც უხილავი მკერავი ადამიანს მიწას საკერებს. ევდიანი ხმა მანქანას. ძაფიც მაგარია. ამიტომ მიკერებული ხარ მიწას მაგრა სამუდამოდ. რა კარგი საკერავი მანქანაა შემოდგომის ეს წვიმა. მე მიწას ვარ მიკერებული და მიხარია. რა უცევდით რომ ვარ მიკერებული, მიწას ხო ვარ მიკერებული და რო ამაწყვიტო მეცას და მიწასაც ორივე ჭრილობა დაგვაჩნდება, რა თუნდა ეთკინოს მიწას ან ადამიანს იყონან ერთად აღსასრულამდე და იმის შემდეგაც. თუმცა აღსასრულის შემდეგ მიწასთან ყოფნა უფრო იოლია, მაშინ შენა და მიწა მარტო რჩებით და მიწის გარდა აღარავის სჭირდები. ბრძენი ტყვის მიწა ხარ და მიწათ იქეციო, მე კი მიწათ მინდა ვიქცე, მაგრამ ადამიანათაც მინდა დავრჩია აქ ამ კიბის ქვეშ.
მიწასთან უფრო ახლო ვარ, კიბე ზევით მევართება, მე კი ზევით რა მინდა, განა ჭეშმარიტება. ზევითა, ჭეშმარიტება რკინასავით მძიმეა და მიწაშია, თუ გათხარე, იქნება იპოვნო კიდევაც, მაგრამ ვისაც ძალიან, ამისთვის ყველა კიბეზე ასვლაშქარო, ზევით, ზევით, ზევით. იარონ, მე მათი ამ ქრისკაცი არა ვარ, ზევით კი არ ავდივარ, ქვევით ვეშვები მიწისკენ. იქ, სადაც ჭეშმარიტება. მე ხო გიჟი ვარ. სხვებმა თუ არ იციან, მე მაინც ვიცი, რომ დედამიწა იგივე ცა. ყოველი ადამიანი ვარსკვლავია. ვარსკვლავებით ცავსია, ქვეყანა ცაკი, სარკია და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა სხვა არაფერია. დედამიწის სანარეკლია, ია. ამიტომ არის კარგი ადამიანი, როცა კვდება ცას, ვარსკვლავი მოსწყდება ხოლმე. ეს ვარსკვლავი ადამიანის ანარეკლია. შენ ისევ კანკალებ. მატარებელში ვზივარდი, იმიტომ. ჩემი მატარებელი ბოლოს სადგურს უახლოვდება. რა სადგურია? მირზანი. კიდევ გაუჯავდები პატარა ნიკოს. რა აზრი აქვს ჩემ ჯგუფზე მაინც არ ივლის. აქ ის სადა ერთხელ სავაჭრო გახსნა, რა გამოვიდა მარგარიტას ვარდები უყიდა. შესანიშნავი ვარდები იყო, ნიკალა. მერსი. მირზანში კი წვიმს. წვიმს. რა საბობ? კახეთში ახლა გახურებული რთველია. არ გესმის? რის წვიმა, რა წვიმა, მაჭარი დადუღებულა, ლამის არის, ქვევრები დახეთქოს. მართალი ხარ, ნიკო. რთველი ყოფილა. იზრუა ძოლღვინოს გამოეთხოვოს ხალხი. ძველსა და ახალს ერთმანეთს ხორაურებენ. მე უნდა გამომეთხოვო. ძველი ღვინო ხარ? 64 წელი მიკლია. მაგარი ვარ როგორ ძველი ღვინო, მე უნდა გამომეთხოვო. გვეხარა მეგონა, მაგრამ თავხედიც ყოფილ ხარ. არა გეგონა, ძველი ღვინო დიდი თავხედი ვირმია, დაუპატიჟებლად შევა სახლში და სტუმარმა სპინძლიანად ყველას კისერსას წვეთ. ცება შემხედეთ, ტიკჭორას არა უგივარ? ცარიელ ტიკჭორას. რა უყოთ მე კარგი ღვინისა იყო და სულ დაცალეს ღვინოზე უარს როგორ მეტყოდი ხალხს. ნიკო. ცოტა მაინც დარჩა. ყველაზე მახლობლებისათვის. თქვენი ხალხო. მოდით აქ. გამოთხოვების დროა. შენეი, ფიროსმანაშვილო. ძველი ღვინო ვარო, რო გაიძახი. თუ გახსოვს, ვინ ახარ შენ? ურძნის მტევანი ვარ. დავიბადე იქ, სადაც მიწისა და მზის გზები შეიყარნენ. კახეთში, ერთ სიტყვით. მზე მამაა ჩემი და ჩალისფერი მოზვერივით სხიების ოქროს თიოს მაჭმევს. ვიცა დედა ჩემი და ნოყიერი წიაღის წვეს ვასმევს. მე ყურძენი ვარ. ასე დაიწყო ყველაფერი. მე ადამიანი ვარ. მოვდივარ და გეუბნები. დადგა შენი აღსასრულის დღე. მე მოვედი რომ დედის ზუზუს მოგწყვიტო. საწნახელში ჩაგაგდო. ზეთ შეგდგე ფეხით და გაგსრისო. და ამ დროს მე შეგაწყვეტინებ. მე ჭირნახული ვარ, საწნახლიდან რომ მოედინებ. მე ყურძენი ვარ, რომელიც დედის ზუზუს მოსწყვიტეს, საწნახელში ჩააგდეს, ზეთ შედგნენ ფეხით და გასრისეს. მე ყურძენი ვარ, რომელმაც ყველაფერი ეს იცის, და ამიტომ ჭირნახული ჰქვია. მე ჭირნახული ვარ, ხიარული ჭირნახული და მე შურს ვიძიებ ადამიანზე, როცა პირველი სიმთვრალე
ნიჭივით გაიღვიძებს ჩემში და ადამიანს ფეხქვეშ მიწა გამოეცლება. მე ადამიანი ვარ. მოვედი რომ ქვევრის საკანში, უზარმაზარ თიხის საკანში დაგამწყვდიო და ითხრა, დაიცინე. და ამ დროს მე შეგაწყვეტინებ. მე მძინავს და სიზმარს ვხედავ. სიზმარი ციხიდან გასვლის საუკეთესო საშუალებაა და მე გამოვდივარ ციხიდან და მიწაზე მივაბიჯებ. თუმცა რა კი არ მივაბიჯებ, ხელში აყვანილს დამატარებს ხალხი. თქვენ ადამიანებო, გინდათ ერთი პატარა საიდუმლო გადავდოთ. როცა ირემს ვხატავ, მაშინ მე თვითონა ვარ ირემი. მე განვიცდი დამიზნებული თოფის შიშს, მე ვემზადები გასაქცევად. მე მელოდება ვარდისფრად შეღებილი ქარაფის იქით, ულამაზესი ფურირები. როცა საქორწილო სუფრას ვხატავ, მე არც მეფე ვარ, არც დედოფალი, არც სტუმარი ვარ. მე მაშინ ღვინო ვარ. ღვინოს ხატვა რო შეძლებოდა საქორწილო სუფრას ისევე დახატავდა როგორც ჩემს სურათზეა. მე მეჩქარება, რადგანაც ვიცი საცაა დამაჭაშნიკებენ, ვიღაცა დამლევს, ვიღაცის სისხლს შევერევი და გავკრები უყოლოდ, ამიტომაც ვჩქარობ. მე ვხატავ ადამიანის სახეს, სხეულს, მაგრამ თავარი ეს არ არის, თავარი სიხარულია. ეს მე ვარ საქორწილო ღვინო, რო გარდავქმნი ადამიანებს და დაე 1000 წელს იხარონ ადამიანებმა. გაგიმარჯოთ ყველას. იროსმანი. იგი რომ წვერვალზე ასულიყო, ფეხის წვერებზე შემდგარიყო და ჩვენს თვალებში შემოეხედა, თავისივე სურათებს დაინახავდა. სურათებს რისხანებად, ტკივილად და სიკეთეთ რომ გადაიქცნენ ჩვენს თვალებში. მაგრამ იგი მწვერვალზე არ ასულა. არც ფეხის წვერებზე შემდგარა. და რაში სჭირდებოდა ამ სიმაღლე ადამიანს ფეხის წვერებზე შედგომა შორეული მომავლის დასანახად. ადგა და ჟირაფი დახატა. გრძელ კისერა ჟირაფი. იმ სიმაღლიდან ყველაფერი კარგად ჩანს. ცხოვრებამ საკუთარ სურათებთან საუბარი ასწავლა. მათზე დახატულ ღვინოს სვამდა, ხუმრობდა და იცინოდა. ღიმილით პასუხობდა ღიმილზე, რომელსაც თვითონვე ხატავდა. ცხოვრებამ მას საკუთარ თავთან საუბარი ასწავლა. და ეს იყო მარტოობის დღესასწაული.